უფასო პოლიტიკური რეკლამის ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით ტელეკომპანიები კანონში ცვლილებას ითხოვენ. ტელევიზიებისთვის ბადეში კვალიფიციური პარტიების რეკლამის განთავსება ფინანსური ზარალის მომტანია. ასეთია გაეროს დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგიც. ტელევიზიების გარდა რეგულაციის ცვლილებას ოპოზიციური პარტიების ნაწილიც ემხრობა. არგუმენტად კი წინასაარჩევნო პერიოდში კვალიფიციურ პარტიებთან მიმართებაში არათანაბარ პირობებს ასახელებენ. მთელი ეთერის, თქვათ, 12 საათი, 24 საათში 12 საათი ექნება სწორედ რეკლამას დათმობილი. ყველა კვალიფიციური პარტიის 90 წამიანი რეკლამის 3 საათში ერთხელ განთავსებას ტელეკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოაქვს. ეს გაეროს დაფინანსებით ჩატარებულ კვლევაშიც გამოჩნდა. მედია ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფში საუბრობენ, რომ მათ ამ პრობლემით შეწუხებულმა ტელევიზიებმა მიმართეს. დამოყოფილი დროის ჯამი ჩვენ რო დავაჯამოთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეადგინა 41% პატარა არხებში, აი ამ კადრების დამატების გამო მას ჭირდება ცალკე პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მომსახურებას, საჭირო არის მინიმუმ 3000 ლარი თვეში. იმ პირობებში, როცა ამ ხელა შემოსავალი შეიძლება რეგიონულ არხს საერთოდ არ გქონდეს იმ თვის განმავლობაში. მას დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში მუშაობის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო ტელეკომპანიებს კომერციული რეკლამის შემცირება ან საერთოდ ამოღება უწევთ. მაშინ, როდესაც პარტიები ხელისუფლებასთან იმაზე დაობენ, ვის ეკუთვნის უფასოდ საარჩევნო პიარი, არავინ ფიქრობს ეს რამხელა ზარალს აყენებს მედიამფლობელების ბიზნესს. კანონიდან საერთოდ უნდა ამოიღონ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება თუ ტელეკომპანიებს მათი ჩვენების სანაცვლოდ ხელისუფლებამ კომპენსაცია უნდა მისცეს. ტელევიზიების ხელმძღვანელებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. რეგულირებები უნდა შეიცვალოს, რომ გადაიხედოს როგორც დროის მოცულობა თითო სუბიექტზე, ასევე პირველ რიგში უნდა გადაიხედოს საკუთრივ კვალიფიციური სუბიექტი, ვინ არის ამ მიზნებისთვის. რაც შეეხება რა ზიანს გვაყენებს, ზიანს რა თქმა უნდა გვაყენებს ჯერ ერთი იმ სუბიექტებს, ვისაც უფასო რეკლამა აქვს და თან ამ მოცულობით ფული აღარ მოაქვს არხზე. ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის. საერთოდ გვირღოს ბადეს ალბათ და ამეთანხმებით თქვენ საკ მარტო ფასზეც არ არის. ხანდახან 15 და 20 წუთს აღწევს ეს უფასო პოლიტიკური რეკლამა ერთიანობაში ბლოკი და ჩვენ გვიწევს რომ ძალიან ხშირად რომ საინფორმაციო შევამციროთ. ამიტომ ჩვენი აზრით მიზანშეწონილი იქნება თუ სახელმწიფო უფასო პოლიტიკურ რეკლამას სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს, კვალიფიციურ სუბიექტებს, ბიუჯეტიდან გამოიყოს ეს თანხები და შემოვიდეს ტელეკომპანიები. უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ რეგულაციების შეცვლით დაინტერესებული ის პოლიტიკური პარტიებიც არიან, ვინც წინა არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს და ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე უფასო პოლიტიკური რეკლამა არ ეკუთვნით. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არათანაბარ პირობებზე საუბრობს, რასაც მართველი გუნდი არ ეთანხმება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ძირითად პარტიებს უნდა მიეცეს საშუალება, რომ იგივე დროის ლიმიტი გამოიყენონ უფასო სარეკლამო დროის, ან ეს პრივილეგია უნდა, ამ პრივილეგიაზე უარი უნდა თქვას თვითონ ნაციონალურმა მოძრაობამაც და ქართულმა ოცნებამაც. სადაც ბიუჯეტთან და ბიუჯეტის დაფინანსებასთან პარტიის თემა არის მიბმული, ყველგან ერთადერთი პარამეტრი არსებობს. რა შედეგსაც დებს პარტია, იმის მიხედვით აქვს ხოლმე მას შემდეგ ბიუჯეტიდან დაფინანსებაც, საეთერო დროებით და ასე შემდეგ. დისბალანსი, რა თქმა უნდა, ჩანს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგის დროს, თუმცა კანონმდებლობით ეს არის გათვალისწინებული და კომისია მხოლოდ მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს. პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონპროექტში შესატანცვლილებებზე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებსა და მედია ორგანიზაციების წევრებს შორის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება. პარლამენტმა ეს საკითხი წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურ დაწყებამდე უნდა გადაწყვიტოს.